ისე დავით ხშირად მიფიქრია იმაზე თუ რა აზრი აქვს საუბრის დროს ჟესტებისა და ასეთი ხელის მოძრაობების გამოყენებას. მე ვფიქრობ, რომ არანაირი აზრი არ აქვს და ეს ხელის მოძრაობები უბრალოდ სისულელეა და მეტი არაფერი. კაი, ისმინე, ახლა მე შენ მოგიყვები ორ პატარა ამბავს. ორნაირად. პირველ შემთხვევაში მოვყვები ჟესტების გამოყენების გარეშე. მეორე შემთხვევაში კი მოვყვები ჟესტების გამოყენებით. გუშინ დილით ძალიან მსუქანი კაცი მირბოდა. უცებ თას გადაეყარა. გადაწყვიტა რომ ასულიყო სულ ზემოთ, თის მწვერვალზე. მან დაიწყო მთაზე აცოცება. მიდიოდა ნელა, ორყდებოდა ნელა, მაგრამ უცებ მას ფეხი დაუწდა და ქვემოთ ჩამოეშვა. ახლა კი მის წინაშე ორი ვარიანტი იყო. ან მთაზე ასვლა ხელახლა დაეწყო, ან სახლში დაბრუნება. გუშინ დილით ძალიან მსუქანი კაცი მირბოდა. უცებ გადაეყარა თას. გადაწყვიტა რომ ასულიყო თის მწვერვალზე. მან დაიწყო მთაზე აბობღება. მიწოცავდა ნელა, ნაბიჯ, მაგრამ უცებ ფეხი დაუწდა და ძირს ჩამოეშვა. ახლა მის წინაშე ორი ვარიანტი იყო. ან ხელახლა დაეწყო მთაზე ასვლა, ან სახლში დაბრუნებულიყო. ახლა ხვდები რა ხელა განსხვავება. კი ბატონო, განსხვავება მართლაც მარტივი დასანახია. და ასევე მეცნიერულადაც დაზუსტებულია, რომ თუ ჩვენ საუბრის დროს ჟესტებს გამოვიყენებთ, მსმენელი უკეთესად დაიმახსოვრებს და უკეთესად გაიაზრებს ჩვენს ნათქვამს. ამიტომაც საუბრის დროს ჟესტების გამოყენება არ გეგონოთ უბრალო და უმნიშვნელო ხელის მოძრაობები. მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გამოიწერე არხი მეტი ასეთი კონტენტისთვის. და ასევე დატოვე კომენტარი W ჟესტები. აბა კარგად, ისურვებ თვითგანვითარებას.